მოკლედ დაკავება მოხდა რა გარემოებაში. ახლა იციან რომ მე ქვეყნიდან არ გავალ, ახლა ოჯახს არ დავტოვებდი და არ გავიქცეოდი, იმიტომ რომ დანაშაული არ მქონდა. არ ვიმალებოდი და არც დასამალად მქონია საქმე. ხო? ჩემი შვილს უცბად აგვისტოს დასაწყისია. დარეკა ერთმა პიროვნებამ იმ სისტემაში მომუშავე და ჯემალ გიორგის იჭერენ და უჩემოთ არ მიხვიდე პოლიციაში მე გამოვხვები. აი იჭერენ გამოხდა ავედი მოგეთ ამის 12 პირველი საათი იყო თემქაზე მინით პოლიციის სამმართველო დახვდა იქაური არცი დეპარტამენტის უფროსი იყო თუ მოადგილე ის სამმართველოსი დავით ქოიავა რომელიც ძალიან კარგად მიცნობდა მამამისი სამსახურში მოწყობა თხოვა 3-4 თვით ადრე და ეს კაცი აკეთებს ამ საქმეს ახლა ხო და მითხრა მამას არაფერი არ ეშველება უნდა დავიჭიროთ რატო თემგის მე-11 მიკრორაიონში დღეს ასახელებს რიცხვი არ მახსოვს უსტად გიორგი ლეონიძე ჩემი შვილი კორპუსის წინ დახვდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელს იარაღი დაადო შუბლზე შენი იაღოველი შეაგინა და ასე შემდეგ აგერ ჩვენება მაჩვენებს იმ ქალბატონი იყო ის სურათ სულ ყველაფერს და გავქნა ამას არაფერი არ ეშველება მოკლედ ერთი კვირა თუ 10 დღე მოუნდი მე თვითონ იმის ვითომ მტკიცებას მაგრამ ვერ დავამტკიცე რომ ამ დღეს მithumetes ამ საათზე გიორგი თემქაზე არ ყოფილა და იქ საერთოდ არ ყოფილა მე-11 მიკროში თავის ცხოვრებაში ნუ რა ვქნათ ასია და ასია ხო ეს დაკითხვები მიდის დღეში 5-10 კაცი მაინც შემგან წარმომადგენელი რომ გიორგი იმ დღეს სად იყო რა საქმიანობას აკეთებდა რას ეწეოდა რომ ამოურიცხოთ ეს ბრალი არა ნუ მოკლედ ბოლო 13 აგვისტოა ჩემი დაპატიმრების დღე ბოლო იმაზე დაიბარეს ჩემი შვილი დაკითხვაზე გამოკითხვაზე რა ქვია ხო და 12 საათზე თუ პირველი იყო ურეკავ მეთქი გიორგი რა ხდება ხო და ეს დეპარტამენტის უფროსი თუ მოადგილე იყო ქოევა და გამომძებელი იყო ნუგზარ სტეფანიშვილი ქოევას უთქვიაო რომ ეს ქოევა შემდეგ ახალ ხელისუფლებაში გარდაბნის პოლიციის უფროსი იყო ქოევას უთქვიაო რომ ლეო ჯემალა